ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება წვეთში ისევ ჩუმი ბაზარი ვარშავი მარკეტი მაგრამ ასე ნათქვამსაც გაიგებს კაი გამგები აქტუალურია აღარ არის ხახვის ფასები მაგრამ როცა ბაზრობ დაჭრაზე მეუცრემლიანდები ხანჯალი ქარქაშიან და წვინ მეიტყვის ტყვიამ ჭიჭი სულ რომ კონდეს ანემია არ მჭირდება რკინა სისხლში ვერაზროს დამაწყებინებ მეც ეგრე ბაზარს თითქოს ვარ შოტლანდიელი ჩემ ფეხებს ნახავ ცოტა ფლოუ ცოტა ფანჩი wordplay და პერფორმანსი თქვენ დარბაზი გაახურეთ სანამ შევალ მე ფორმაში ვიცით თქვი რომ ნაღდი ცეცხლი შენი სტილია მაგრამ მე ვარ აბატარი და ეს ჩემი სტიქია იმდენი ემსიმყავს უკამერო და მარხული შენი პასტა ვერასდროს იქნება ასე გაბაგული ისე ვის რომ მირჩევნია ჩამოწიეთ ფარდები ერთი ვიდეო და უკვე მოდის კომენტარები სულ არ მაინტერესებს შენ სწორი რა გონია უკვე იმდენჯერ მახსენა კომში მგონია რობია სწორი ზებნას არ დავიწყებ სარკეშია ისევ სწორი ჰიპ-ჰოპი რო სპორტი იყოს დეპუტატი ვიქნებოდი და მავიწყდა ტექსტი ხო და ბოდიში ყველას თურმე ეს ეფექტები აქვს ვერსის ლოგინში წერას ბოდიში დიჩის ბოდიში პელეს და კრაუდს როცა დიჩი გადამიხდის რამეს ვისწავლი რაუნდს თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის მოგესალმებით მეგობრებო სტიჩი როგორ ახარ კარგად თავად როგორ ხარ გაიხარე ეს არის მორიგი პოდკასტი მეგობრებო და ვინ თუ არა რაიმენ რუცის ხალხი თუ არ უნდა მომიყვანა ვინ უნდა მომიყვანა ეხა მით უმეტეს ცხელ-ცხელი აქტუალური თემაა აბა ერთი ისაუბრე ისმის აი ესე всё რაც შეიძლება всё აი ზუსტად უნდა დაასვა ხოლმე რა რა ამბავში მოკლედ გამოიწეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ რომ სტიმული მომცეთ რომ უფრო მეტი კონტენტი დავდო რა და უფრო მეტი კაი ადამიანი მოგიყვაროთ ერთმანეთზე უკეთესი პროფესიონალი და ასე შემდეგ აბა ნახოთ აქ რა ხდება ჩაწერა ხო მიმდინარეობს всё კი ბატონო აბა გამოუში როგორ ახარ აშები როგორი განწყობით ახარ სანამ ნეგატიურზე გადავართ punchline ანუ ნორმალურად უკეთესად ვარ ვიდრე კი ბატონო უკეთესად ვარ ვიდრე იმ დღის მერე შაბათის მერე ვიყავი რა არის მის კაცო მიდიება ისმის всё აი კაი იმიტომ ცოტა ძნობიერი მიკროფონია და ახლოს ქალევით უნდა გაიგე კარგი მეწოდინება მოკლედ კარგად ვარ უკეთესად ვარ ვიდრე შაბათის მერე ვიყავი რა ხდება ხოლმე რაღაცეები მაგრამ ხო ნუ ზოგადად კაი დღე იყო და კარგ ხასიათზე ვარ მეც რა თავად როგორ ხარ არა მიშავს გაიხარე ნუ ამბობენ რომ წაგება და მოგება ძმებიან ნუ მაგას არ ვეთანხმები მაგრამ ის ფაქტი რომ წაგება აძლიერებს ხოლმე ადამიანებს ხო მაგალითად თუ ხელი ჩაიქნიე ნებისმიერ თემაზე რომ ავიღოთ ესე რა თუ ხელი ჩაიქნიე და მუღამი დაკარგე რაღაცის ესე იგი მაშინ არც უნდა აკეთო და არც უნდა შეეხო მაგ სიტუაციას და პირიქით მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი მუღამი უნდა გქონდეს რომ შემდეგში უფრო მაგრად გავაკეთებ ხო ადამიანი ეგრეა და თუ ხელი ჩაიქნიე და აბა რა რაღაცო ვიყავი საერთოდ და რაღაცა მით უმეტეს ანუ ვიდეოში რო უყურებ საკუთარ თავს და ცოტა გვერდიდან რო ხედავ რა იმ ყველაფერს რაც გააკეთე რო უყურებ გაცილებით უფრო მარტივია დაინახო რა შეიძლებოდა რომ სხვანაირად გექნა და უკეთესად გექნა რა იმ მომენტში იქ რო ხარ ცოტა რთული დასამოზგია ასე ვთქვათ რა და რო შეხედავ იდეაში წააგეთ მოიგე მაგას არ აქვს მნიშვნელობა რო შეხედავ თუ ამბიცია გაქვს ხარისხზე უეჭველი დაინახავ რამეს რისი გამოსწორებად შეგიძლია და ეგეც мотиваციის მომცემია ბახოდო ხო და კარგი კიდე ის არის აკაპელაში რომ ნუ BPM-ისგან განსხვავებით იქვე შეიძლება კიდე რაღაცები ვერ მოტვინო გაიგე იმიტომ რომ მაინც ბიტი არის ცეკვა ბაუნსობ და მან და აკაპელაზე მაინც გესმის რასაც საუბრობს ორი MC და ჟიურისთვისაც კიდე უფრო ადვილია რა რომ შეაფასოს ეს ყველაფერი რა შენ ხო არ გაქვს რამე ჟიურის საწინააღმდეგო ან ხო არ თუ რომ მოიგე და წაგაგებინეს და რაღაც თემები რო არის არა თუ ვინმე წამაგებინა საკუთარმა თავმა ისევ და ნერვებმა რა პირველ რიგში თვლი რომ დააკელი შრომა თუ სიმართლე გითხრა ძალიან ვინერვიულე უბრალოდ და ალბათ მაგის ბრალია რომ ვერ მოვემზადე რა იმიტომ რომ აი ასეთი რაღაცა მოხდა რომ ბეთლის მეორე დღეს რაღაც დავიძინე გავიღვიძე და ცოტა მოვედი ხასიათზე რაღაც გავედი გარეთ მეგობრები ვნახე იმ დღეს ნახევარი რაუნდები რაც არ მილაპარაკია ბეთლზე გამახსენდა
და ორშაბათისთვის უკვე 80% რაც არ მქონდა ნალაპარაკები, ისე გამახსენდა რომ არ მქონდა გადახედილი არაფერზე. პროსტა იმიტომ რომ დავწნარდი რა. და ნუ ალბათ გამოცდილების თემა იყო. ნუ ეს შემდეგში მეცოდინება უბრალოდ რა. მომზადებაც უკეთესად შეიძლება და რა თქმა უნდა, უკეთესი ყოველთვის შეიძლება და მეც შემიძლია რომ უფრო წნარად ვიყო და უფრო chill მიდგომა მქონდეს ყველაფერთან რა. თუმცა ადვილი არ არის პელეს დაეჯახო. რა თქმა უნდა. ხო, როგორც newcomer-ებს რო უწოდებენ ახლა ახალგაზრდა freshman ტიპებს, newcomer-ი რო პელეს დაეჯახო ასეთ გამოცდილ ტიპს, მაინც გამბედაობა გინდა რა. იგივე როა ვიღოთ დოკიზე და ჯიუნაზე. შემდეგ პოდკასტში მეყოლება აუცილებლად მეგობრებო, ახლა აქ გვესწრება დოკი და შემდეგი პოდკასტი იქნება და ტაში და უკვე რო დაიჯეროს ხალხო. აი ესე ხან ორი პოდკასტი იწერება დღეში, ხან ერთი და რას ვიზავთ რა. ეს რომობთ ხალხი. ეხლა რა მაინტერესებს? მე ბავშვობიდან მახსოვს ეს მურთული ლილო და სტიჩი და მაგასთან დაკავშირებით არის ეს შენი ნიკნეიმი თუ? კი, მაგასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ არ მიფიქრია არასდროს რომ ტრეკს ჩავწერდი როგორც ასეთი რა, იმიტომ რომ სათქმელი შეიძლება მქონდეს როცა ვლაპარაკობ ვინმესთან, როცა საერთო სივრცეში ვარ, საუბრობთ, ოკეი, მაგრამ ისეთი აზრი არ მომსვლია თავში, რომელზეც მიფიქრია, რომ ეხლა ეს უნდა ვუთხრა საერთოდ ყველას რა. ამიტომ როცა უშუალოდ მაგ საკითხზე მივიდა საქმე, რომ სახელი რა ქვია, უნდა დაგაწეროთ პოსტერზე რა. რაც მევასებოდა ყველაზე მეტად იმ მომენტში ის უთხარი უბრალოდ ჩემთვის მაგას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მე მგონია რომ ხარისხს აქვს უფრო მნიშვნელობა რა, რაც არ უნდა გერქვას. თუ ხალხს აიძულებ რომ დაგიმახსოვრონ, დაგიმახსოვრებენ და თუ უბრალოდ ხარისხი არ გიშვებს მაგამდე, რამდენად კარგი სახელიც არ უნდა გერქვას, არა აქვს მნიშვნელობა რა. მართალია კი ბატონო. იცი რა არის? ზოგადად რატომღაც ან მე ან ხვდებოდა თვალში, ან ისე აქტიური არ იყავი აქამდე. მე ხა გაგიცანი ბეთლზე რომ მოვედი რა და იქამდე რაღაც თქოს არ მხვდებოდა თვალში თქოს შენი სახელი თუ სხვა სახელით იყავი თუ არა, ანუ stage name-ი არ მქონდა. არ მქონდა. არა, ანუ და ტრეკებს წერდი? არა, არც ტრეკი არ ჩამიწერია ცხოვრებაში. ანუ ესე იგი პირველივე თემა გაიჩნდა სერიოზული აკაპელა ესე გამოვიდა რა. კი, ანუ აკაპელას უყურე ჰიპ-ჰოპი მევასებოდა, მაგრამ მსმენელის დონეზე რა, ეხლა ძალიან მევასება და ვუსმენ ძალიან ბევრი ადამიანს, ვიცი იქ იყო იმ დღეს ბეთლზე და ძალიან ბევრს ვუთხარი ეგ. მაგრამ აკაპელა უშუალოდ ის იყო, რისი გაკეთებაც რო ვნახე მომინდა რა და ეგ რაღაც პონჩი ბედის ამბავიცაა რა. ანუ რაღაცეები არის, რაც უფრო კომერციულად მომგებიანია, მაგრამ აი ეგ მომინდა მე ეგ კონკრეტული და მაგის კეთება დავიწყე სადღაც 16 წლიდან. აი 16 წლიდან ვიდექი და ბეთლებს წერდი რა. აჰა. და მაშინ ვიყავი პროსტა ნიკა ქავთარაძე. არ მქონდა არანაირი stage name. ნიკა ქავთარაძე, საიდან მეცნობა ეს სახელი ლაგვარი. რაღაც ნაცტოვის სახელი ლაგვარია იუმორში, ქართული იუმორში. არის რამე შენ? არა, და ეგ კითხვა ძალიან ბევრჯერ მომისმენია, მთელი ბავშვობა ეგ მესმოდა, არავინ არ არის ჩემი. და სხვათა შორის გამიკვირდა პელემ რომ ელვირზე არ გამიძრო რამე. გვარი იცოდა ნეტა შენ? კი, იცოდა, ვიცოდი რომ შემოვიდა და მინიმუმ სოციალურ ქსელში ვნახა ვინ ვიყავი, თორე ისე წარმოდგენა არ ქონდა არც პელეს ვინ ვიყავი. ხო, ისე ინსტაგრამზე ფოტო რო გიდევს, შენ ხარ ხო ის ფოტო გამხდარი? მე ვარ კი, გამხდარი არ ვარ, უბრალოდ წელზემოთაა გადაღებული, მანდაც მსუქანი ვიყავ. ხო, რაღაც ძალიან დასუსტებული ჩანხარ და ხომ მშვიდობაა თქო, უნდა ვეკითხე, ესეთი განსხვავება თქო რადიკალური. არა, თავიდან გამხდარი ვიყავი და მე მოვიმატე, ამიტომ ისე ზოგადად სმაჭამა გევასება, ხო? უფ რა, პურის ჭამარასაც. კი, პურის ჭამელი კაცი ვარ. დავრთხელი პურის ჭამელი. კაი, მოდი, ესე იგი, შენ აღნიშნე ის თემა, რომ დაიწყე ეგრევე იმის წერა, რა ვქია, ბეთლების თემაში, ხო და აი ინსპირაცია შენი ვინ იყო მაგალითად, გინდა უცხოელი, გინდა ქართველი, აი როგორ დაიწყე ზოგადად ამ სმენა რეპის? ამერიკულ ბეთლრებს უყურებდი თავიდან რა, კაკრას ახალი დაწყებული იყო PvP-ს პირველი სეზონი. და ისე მოხდა რომ მაგორის ყურება დავიწყე ერთად. და იქით ამერიკული პონტი უფრო დავამუღამე, იმიტომ რომ რაღაც პონტში ყველა ბეთლი ერთმანეთს გავდა რა, ყველა ბეთლში ტიპები აკეთებდნენ ერთი და იგივეს. ინგლისური იცი კარგად? კი, ინგლისური ძალიან კარგად ვიცი. ჯიგარი. სულ ერთი და იგივეს აკეთებდნენ იქით ყველანი და ანუ რაღაცა ასეთაფებდნენ, ხმის ტონალობა ეცვლებოდათ, რომ თავიდან იწყებდნენ და ბოლოს რაღაცა wordplay ეძრობოდა და თელ ხმაზე იძახდნენ punch-lines რა და ძალიან მარტივი დასამუღამებელი იყო ისინი რას აკეთებდნენ და ეგ დამევა. რამდენი წლის იყავი? 16-ის. ეხლა რამდენის ხარ? 22-ის. აჰა. ხო და
მერე გადმოვედი აქეთ. ამის ყურებას დავიწყე ხა, რაც მევასება, იმის კეთება დაიწყო ვიღაცამ ჩემენაზე, რატო არა რა? ვუყურებ და ძალიან რთული გამოსარჩევია. აქ, ანუ მე რასაც ვუყურე, იქ ვინ აკეთებს იგივეს და იგივესგან ვინ ისწავლა რა? იმიტომ რომ მართლა კაი ხალხი იყო პირველ სეზონში, აკაპელას პირველი სეზონი ჩემი აზრით აკაპელებში საუკეთესო იყო უდაოდ რა. იმიტომ რომ იქ იყვნენ KG, რომ ძალიან underrated-ია KG ჩემი აზრით, ძალიან მაგარი ფანსლაინები ჰქონდა. იყო მაიკი თავისთავად ძალიან მაგარი იყო და ბევრს ავიწყდება რომ სანამ ფინალი მოვიდოდა მაიკი ისეთი უპირობო ფავორიტი იყო რომ არავინ არ იფიქრებდა იქ პელას მოგებას. ქურუმი იყო რომელიც ასევე ძალიან მაგარი იყო და ძალიან განსხვავებული სტილი შემოქონდა, ანუ მრავალმარცვლიანი რითმები ყველაზე მეტად მაგას ჰქონდა მე მგონი და походу flow-შიც, ანუ აკაპელა flow-ც რო არსებობს. ეგ მე მგონი ყველაზე ადრე ქურუმმა დაამუღამა რა. ახალი კლიპი ნახე ქურუმის. ეხლა ხანს დადო. աթა ბაბადან და ეაწერია. კი, ანბანი ხო, რეგეის თამაში. ხო, ნუ რეგი ჩემი მიმართულება არ არის. მაგრამ ისეთი რა. მაგრამ სასეუნო კი, ანუ 1-2ჯერ მინახავს პირადად, ძალიან კარგი ენერგეტიკა მოდის მაგ ადამიანისგან და რასაც გააკეთებს მე ყველაფერს მხარს ვუჭერ. გინდა რეგი იყოს და გინდა საერთოდ სხვა რამე რა. ეგ კაცი ცუც არიზამს. კი ბატონო. და მე უყურე ამ პირველ სეზონს. აქ ანუ ნაწილი იმას ამბობს, რომ კაფეში არ შეყევი შენ გოგოს და ნაწილი მართლა იმას აკეთებს, რაც გასაკეთებელია რა. ნაწილი ამბობს შედიო, ნაწილი ამბობს არ შეხვიდო. შედი კალო ბუდკაში იქცე მოვიგე. და ანუ ერთი ორ ლაინში დავიჭირე, რომ აქ მართლა კაი რაღაცეებია და თუ რაღაც აი ამ ჰაიპს რაც წამოვიდა და უკვე რო გაპაფსავ და 1-2 გინება რა, ამოიჭრა დაიდო ეგრევე. აი მაგას თუ არ მიაქცევ ყურადღებას, მართლა კაი რაღაცეები კეთდება აქ. და ნუ ვაკეთებ მეც რატო არა? მესამე სეზონი რო იყო აკაპელასი, უკვე ისევა რომ აი მეოთხე გააკეთოს PvP-მ და გავალ რა flow-მ გააკეთოს მეოთხე სეზონი და გავალ და მეოთხე აღარ გააკეთეს აკაპელა. ანუ 3 იყო აკაპელა, ხო 3 სეზონი და მეოთხეზე BPM იყო, ხო? კი. აჰა, ხო ეს ქრონოლოგიურად არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ფაქტურად გადატრიალება მოახდინეს ქართული რეპის ამბავში, იმიტომ რომ მაინც თავისი წვლილი შეიტანეს და ასწორებს ეგ თემა და სხვათა შორის ბევრმა დაიწყო მაგის მერე კიდე რეპერობა, ბევრს მოუნდა. მაგრამ ერთი ის არის კიდე რომ აი როგორც Battle MC მაინც თითქოს განსხვავდება, იმიტომ რომ ეხლა მაგდე Young Mike-ი რო ავიღოთ რა. Young Mike-ს ვიცნობ წლებია. ჩოლბი რეპერი არის, არტისტი არის, მაგრამ მაგრადევასება ეს Battle თემები რა. აი ხა ბანი რო ავიღოთ, ბანი პირდაპირ იძახის რომ მე აი Battle MC-ობისკენ უფრო ვარ, კი ვაკეთებ ტრეკს, მაგრამ მე ვასება ეგ პონტი. ეხლა ჩემ თვალში პელეთს Battle MC უფრო არის კიდევ ვიდრე რეპერი. ხო და აი მაგ თემაში ეხლა შე როგორ უყურებ შენ თავს რომელი პოზიციიდან უფრო როგორც Battle MC თუ Battle MC თუ ორივე ერთად თუ არა Battle MC, ანუ არ გამჩენია ჯერ იმის მუღამი რომ მოდი ტრეკი ჩავწერო. მაგრამ აი Battle-ის მუღამი ყოველთვის მაქვს. არც აპირებ ტრეკის თუ აპირებ? აი არ ვიცი რა, უფრო დიდი ალბათობით არა, მაგრამ რა ვიცი, იქნებ ხვალზე გამიჩნდეს მუღამი, მაგრამ დიდი ალბათობით არა. ვა რეპერი, არტისტი და ტრეკის ჩაწერის მუღამი არა. რეპერი არ ვარ, Battle MC ვარ. ანუ ხო, რაღაცნაირად ხო, უცნაურია მესმის, იმიტომ რომ ეგორი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. იცოცხლე განსვლა. მაგრამ აი ჩემთვის როგორ აიცი? ფეხბურთს ხო თამაშობს 11 კაცი სიტყვაზე. და მეკარეც ფეხბურთელია და შემტევის ფეხბურთელია, მაგრამ ეგორი როლი ხო რადიკალურად განსხვავდება. შემტევი რო კარში წააყენო, ვერაფერს ვერ იზავს და მეკარე რო წინ გაუშვა, ვერაფერს ვერ იზავს. აი ჩემთვის ეგრეა battle rap-ი და გინდა underground rap-ი, გინდა mainstream rap-ი, ანუ უბრალოდ სხვადასხვა მოთხოვნილებებია ამ ორში. რა შენ შეიძლება ტრეკი ჩაწერო და გულიდან ამოიღო სათქმელი და დადო ბიტზე და თქვა და ყველას მოეწონოს და შენი აზრი გაიზიაროს ძალიან ბევრმა, მაგრამ აქეთ არაფერი არ ქონდეს საერთო punchline-ებთან ან flows-თან ან ტექნიკასთან და ეგ ოკეია რა, ყველას თავისი მიმართულება აქვს. მაგრამ მე ეს მევასება რა. გასაგებია. ცივი მივთი, თორე გაგითიფება მე. ხო, ცივზე გამახსენდა მეგობრებო, დაცხა და ლუდიც შეგვიძლია მივირთვათ, ყავაც შეგვიძლია მივირთვათ და ნატურალური წვენებიც და ყველაფერი არა პრობლემა. ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და ასე შემდეგ. ალკოჰოლურია თუ რაც არის. სასმელები და თუ დაგვასპონსორებთ უარზე არ ვიქნებით მეგობრებო და მე მგონი კაი საქმეს ვაკეთებ და
წვალობ ჯახირობ ეხა ხანდახან წუწუნი გამოდის ხოლმე მაგრამ რეალურად ეგრეა რა რომ მოდიან ხოლმე და ნახულობენ აქ რა ამბავია ხოლმე და რა ხდება დიჩისთან პოდკასტში კი აღნიშნე ნახევარი აპარატურა მომპარეს სადაც ბინას ვქირავდი ხოლმე იქ გატეხეს ბინა წაიღეს და ეხა ნელა კიდე რაღაცებს აპდეიტს ვაკეთებ აპარატურის და აი კაი დღეში ვარ არ დაგმართნია კაი რამე ხო მაგრამ გამოწერა ეზარებათ ამის გამო მაინც არ უნდა გამოიწერო მე გამოწერდი მყავს ხო მე ხელები დამიბანია PvP-ზე თუ გიცდია გასვლა თუ ასაკი არ გიწყობდა ხელს თუ როგორ თუ სურვილი არ ქონდა თუ როგორ იყო ეგ ამბავი არა სურვილი არ მქონდა არიცი როგორ იყო მესამე რო დაიდო მესამე სეზონი რა რომ მორჩა გადაწყვეტილი მაქვს რომ მეოთხე თუ იქნება გავალ და მეოთხე აღარ იყო ეგ იყო რა და მე მესამეს ჩათვლით დაჟე ასაკი მიწყობდა ხელს მაგრამ ნუ სცენასთან ისე ვერ მეგობრობდი მანამდე რომ აი მეთქი გავალ ეგრე არ ყოფილა რა ისე BPM-ზე ცდი რამე რო იყოს თუ არა იმიტომ რომ მიცდია ტრეკები ჩაწერა და სხვა თუ არაფერი მაგდენის უნდა მე არ მაქვს ესე იგი ტრეკების ჩაწერის თემაში ხარ პირიქით დისკომფორტში ესე გამოდის რა ასე თუ ისე ანუ დისკომფორტშიც არ ვარ მაგრამ ხო ანუ მირჩევნია გაცილებით ხო შეიძლება ითქვას რომ დისკომფორტია ასე ვთქვათ რა რომ ეხა ხო ტრეკები ჩაწერა ხო სიოვნოს უნდა ანჭერდეს ადამიანს კი ანუ ტრეკი თუ ჩავწერე იქაც პანჩლაინებს ვიტყვი ხო ხდები ხო და მაგისთვის ბეტლი არსებობს ისედაც ვა კაი აბა ესეთი კითხვებიც არის ხომ ეგ YouTube-ზე რომ მაგალითად აი ეს ჩვენი MC-ები ვინც არიან დავუშვათ ნუმერაციით რომ დავალაგოთ აი ტოპ 10 ტიპი ვინ შეგიძლია ესე ჩამოთვალო მაგალითად ხა არა აქვს ნიშნულობა პირველ მეორე ადგილზე ხა მესამე არავის არ ეცნება მაგრამ აი რომ აი დავუშვათ ხო არტისტების თემაში მაგალითად რა გინდა PvP-ის თემაში გინდა ისე გინდა ასე როგორც გინდა აი ქართული რეპერებიდან მაგალითად აი შენგან რო რჩევის პონჩა აი 10 ტიპი მაგალითად ვინ შეიძლება რომ სიმართლე რო გითხრა შეიძლება 10 ქართულ რეპერს საერთოდ არც უსმენდე არა ვეცდები აუ სკაი პირველ ადგილზე ჩემთვის უეჭველი ტაჰაა რა იმიტომ რომ მაგისი მოსმენა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას ძალიან დიდი ან ძალიან ფართო ვოკალური ასორტიმენტი აქვს და ეთყობა რომ ძალიან დამუშავებული აქვს რა და მithქვამს 1-2 ტიპისთვის მე რომ ეხლა მაგარია მაგრამ რო რამე სატანისტი ტაჰას ძალიან დაუფასებელი იყო თავის დროზე რა სხვათა შორის ერთგან აღნიშნე ან მახსოვს ვისთან პოდკასტში რომ თავიდან ძალიან ეგეთი ტიპი იყო მეთქი რომ მეგონა რომ კატებს ატყავებდა და რაღაც ანუ ისეთ ვიძე იყო მეთქი PvP-ზე რო გაიჩნდა ხო გახსოვს თავი როგორ არ მახსოვს კაცო ეგეთი ტიპი ჩანდა ანუ ეგეთ ვიძე იყო და ანუ ეგრე ბაზრობდა რა ანუ ყველა ბეწში ნალაპარაკები ქონდა რაღაც ან დემონებზე ან რაღაც რიტუალებზე და რაღაცა და ბოლოს ესეთი ტიპი გაიჩნდა ნუ წარმატებები თავის გზაზე მაგრამ მაშინაც კარგ მუსიკას აკეთებდა მე ამას ვამბობ და ეხლა ძალიან კარგ მუსიკას აკეთებს რა აი მეორეზე სხვადასხვის პელეს გავიყვანდი ალბათ მეორეზე იმიტომ რომ ქართულ არტისტებში რო რამე პელეს 1-2 ტრეკს უსმენ რა ანუ ის ალბომი რაზეც ვილაპარაკე იქ ბეთლზე რო რამე კაი ალბომია მოისმინება ტყვია თავში ეგ ალბომი არ არის ძალიან მაგარი აი დაინგრა დარბაზი მაგაზე იმინა მართლა მაგარი მე საერთოდ არ ველოდებოდი და რო რამე განბარები უცდია რამდენიმეს რა მაგრამ ის სულ კრინჯის შეგრძნებას ტოვებდა რა ანუ KG-მ გააკეთა მახსოვს პირველი იყო KG რომ გამოვიდა ბეთლზე და ანუ თოფებიზე ბაზარი და ამას დავარქვი ამას სტეჩკინი ამას კოა დავარქვიო და ეს კოა იმიტომ რომ ბრბრო და რაღაც ხო იყო ეგ არა ანუ ამერიკაში როცა აკეთებენ მაგას იმათ შეუძლიათ რომ უბნის ორნაბიჯში როგორც ჩვენ გვაქვს ახლა Walmart-ში შევიდნენ და იყიდონ თოფიდან ანუ უბნის მაღაზიაში შევიდნენ და თოფი იყიდონ და ისინი მართლა ეგრე ცხოვრობენ არა იმიტომ რომ ეგეთი მაგარი ტიპები არის მართლა ბრბრ არის ხო არა იმიტომ რომ ეგ მასე მარტივად არის ხელმისაწვდომი შეიძლება ვერ მიაღწიოს ტიპა იმი ხო ანუ ეგენი ეგრე ცხოვრობენ როჟა იქ რო ეხა ჩემასაკამდე მოვიდეს წარმატებულია სულ როგარივი იყოს იმიტომ რომ მოვიდა ჩემასაკამდე რა ხო ცოცხალია ხო და მე რო სახლიდან გამოდივარ ძალიან სიმშვიდე სიწყნარეა ჩემუბანში არაფერი ეგეთი არ ხდება და მე ბუნებრივად არ მეჩვენება ეგენი რა მაგრამ იმენა ბეთლისთვის შეიძლება რაღაცა არაბუნებრივის თქვა მაგრამ პელემ თქვა ორი განბარი ერთი ეგ იყო ტყვია თავში და საუკეთესო პანჩლაინი იყო ალბათ ქართულად რაც ოდესმე მომისმენია ეგ მაშინაც თქვი და ეხლაც ვიტყვი ძალიან მაგარი იყო
და მეორე იყო ხარება და გოგიაზე რო გააძრო, გახსოვს? კი. მანდ ვიდექი და მე თუ ვარ. მაგაზე ვიცინი რაც ბეთლი მორჩა. ამაი დელაპარაკებიო კაცო. ეგრე არ დამუქრებია არავინ მანამდე ვალი არ მაქვს არავისი, მაგრამ ვიფიქრე ხო არ მოვიდანო თქო მაინც. არა, ამაი დელაპარაკებია. ბევრი კაი რაღაცები გააძრო პელემ კი და ალბათ ეგ იმის ხარჯზე რომ გამოცდილება აქვს რა. კი, უეჭველი. წლების გამოცდილება აქვს და სხვათა შორის ეს ეხლა შენი პოდკასტი რო ჩაიწერება და მე დოკის პოდკასტი მე უნდა ჩავწერო პელე. საინტერესოა. და ჯერ არ ვიცით მეორედ იქნება ხო შენთან? როგორ? მეორედ იქნება ხო შენთან? მესამედ უკვე? ხო და რაღაცა კარგი იდეები გვაქვს მე და პელეს და პატარა სპოილერს ვამბობ ეხლა და ნახოთ აბა როგორ იქნება მე როგორ წავა ეგ ყველაფერი გაგისწორდება შემთხვევაში. მეორეზე პელე, პირველზე ტაჰა, მეორეზე პელე. მოდი მაინც ბეთლის მიხედვით გავიყვან რა. როგორც გაგისწორდება. მოსმენით რა ვქნა თავს არ ვეკლა მაინც და მაინც. შენსაც არ წერდა. თუნდაც. კაი. მოდი ტაჰა ვთქვით, პელე ვთქვით. ბანიც უნდა ვთქვათ მაშინ. ბანიც ძალიან ძლიერია. BPM-ზე ყოველ შემთხვევაში მაგაზე მძიმე გამოსვლები მე მგონი არავის არ აქვს. ანუ ტაჰა კი უფრო მაგალითად რადიკალურად იცვლება ბეთლზე რო დგება რა. გამიგია ბევრისგან, თვითონ ბანისგანაც გამიგია. ჩემ თვალით მაქვს ნანახი ბათუმში განსაკუთრებით. კი, რაი ვაფშე სხვა ტიპი ხდება, რაი რო გიყურებს, უნდა რომ იქ შეგჭამოს რა, უნდა რომ გცემოს რაღაცა ეგეთი თვალებით იყურება. ვსგლიადობს და რუსეთუმები დაწენ ხავს გლიადი რა არის. ან ძალიან მაგარი ენერგია აქვს, იმენა ბეთლრეპერს როგორიც უნდა კონდეს ეგეთი ენერგია აქვს ბანის და ანუ იშვიათი რამეა რა, აი კალათბურთში როგორ არის ხოლმე, იცი, მაღალი ტიპები რო არიან, ზოგმა სროლა იცის, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი არ არის და სუსტია, მაგრამ ზოგი არის რომ პირიქით ძლიერია, მაგრამ სროლა არ იცის რა, ძალიან ჯორკოა რა. და ბანი არის ეგეთი როჟა გაიჭითა, რომ აი ვემბენიამ გაიჭითა ფაქტობრივად რა, ანუ ფლოუს ძალიან კაი აქვს, მაგრამ ვინც მუსიკალურ ასპექტს უფრო აწვება ხოლმე, იმას პანჩლაინების წერა უჭირს, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა სფეროა და ორივე დროის დათმობა ჭირდება ელემენტარული რომ დაამუღამო. და ეს ორივე ძალიან მაგრა აკეთებს რა. და მე მგონი რორამე პირველ ადგილზე გაიწევს მარტივად. სხვათა შორის სუმიდის იმაზე საუბარი რომ ტაჰა და ბანი რო დაეტაკონ ერთმანეთს როგორი ამბავი იქნება ეხლანდელი თემიდან რა. მე მაგბეთს ნახავდი და ჟიურის აზრი ჩემთვის მანდ იქნებოდა მე ასე ხარისხოვანი ალბათ. მე ვთვლი რომ ეგ ბეთლი რო ჩატარდეს ფანები მოიგებენ 3-0-ს. ხო და სტადიონიც არ ეყოფაო მაგასო. დიჩი მეუნებოდა იმ დღეს პრინციპში რომ შეხედო დაჟე ჯერ მენანება კიდე ეგ ბეთლიო რომ გონიო რომ კაი ხანი კიდე არ უნდა გაკეთდესო, იმიტომ რაღაცა ძალიან დიდი ფართი ჭირდება მაგ ყველაფერს. ნუ ისეც არ უნდა მოხდეს რომ თლიანად ეს დვიჟენია გადავიდეს მოდიდან მერე და აღარავის არ აინტერესებდეს ბეთლი ვაფშე შოთა. მე ვფიქრობ მაინც სუცხელი თემა იქნება ეგ. სანამ შეიძლება ეგეც მაინც მეინსტრიმია, მეინსტრიმი გახდა უკვე ბეთლურები და. ვა, კი ბატონო, ბაზარი არ არის. მეოთხეზე? ოკეი, მეოთხეზე. უნდა გავიხსენო. თან რეპერების განხილვა არის ფაქტობრივად ესე გამოდის. კი. მეოთხეზე ნუ სკაირესი. For life. კი, სკაირესი არის ჩემი ძმაკაცი, ვიცნობ, რავი 12 წლიდან ალბათ რა. და სხვათა შორის, ანუ Facebook-ზე ჯგუფი რო იყო, სადაც ჩვენ ბეთლაობდით აკაპელაზე რა, დოკიც მანდ გავიცანი და მანდ გავიცანი სკაირესიც. აჰა. მოიცნობ სად ბეთლაობდით? Facebook-ზე ქონდა ჩვენი ჯგუფი გაკეთებული და ერქვა სადისეთი. გაკეთდა პირველი სეზონი რო დამთავრდა მერე. ხო, ეგ არ ვიცი ეგ ამბავი. ბევრმა არ იცის. და მაშინ ხო, აი კაკრას მაშინ მე ვიყავი 15-ის, 16-ის, არ მახსოვს ზუსტად რა და სკაირესი იყო 13-ის. მაგრამ შემოვიდა და ნახა რა ხდებოდა, გაუსწორდა, ვა, რა მაგარია და მეორე დღეს ჯგუფში ამადებს პელეს და შემეშინდა და გავაგდე პელე. რას აკეთებ? ანუ ესე იგი პელეს თემა ჯერ კიდე მაშინალიდან დაიწყო, ხო? შეიძლება კი, შეიძლება. შენთან მიმართება. ვა იყო მაშინ რას იზარ. არა, მაშინ მეც მეკრინჯებოდა რასაც ვაკეთებდი და იმიტომ მაშინ ჯერ კიდე ის თემა იყო რომ რეპერობა რამე გრეხი იყო რა. და მაგ პონჩი, თორე არა ვაფშე არაფერი, თორე იქ პელეს კი არა, ვერავის ვერ ვაჩვენებდი, მე იქ რა იმ ჯგუფში რასაც ვაკეთებდი, დახურული ჯგუფი იყო. თქვენ დროს კიდე რა უჭის, ჩვენ დროს იყო რომ
ტეხავდა ექტორე, ეხლა რა ტეხავს რას კი, ამბობ. ჩვენ დროს იმინა რეპერი ხარ ბიჭო, ადი საქმეს მიხედე. აი ეგ დრომა გამოვლიდა. ეხლა რა ტეხავს, ეხლა პირდაპირ ასწორებს. აი რომ მიაწვევი მაგ სტერეოტიპებსაც გადაული რა როგორ. ხო და მაგ ჯგუფში, ანუ ესე იგი თან მიდიოდა, ანუ ეს სტატუსებით წერდით ხოლმე ბეთლობო თუ ვიდეო. ანუ სტატუსი იწერებოდა, რომ არის ამის და ამის ბეთლი და კომენტარებში და იწერებოდა, რომ ჟიური არიან ეს და ეს კაცი. და კომენტარს წერდით. ანუ არა, მე რატო გეკითხე, ვიდეოს სახით იდებოდა ეგ? არა, ვიდეო არ იყო. ანუ სტატუსებით ბეთლაობდით. ხო, ჩვეულებრივად სტატუსებით რა. და მან გავიცანის ქაირესიც და მე ეგ წავიდა ვაფშე სხვა მიმართულებით და მე და დოკი წამოვედით აგეთ ვაფშე სხვა მიმართულებით რა. სკაირესი ერთ-ერთი ყველაზე გიჟი ადამიანია, ვისაც ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, დედამიწაზეც ერთ-ერთი ყველაზე გიჟი ადამიანია, შეშლილია. მაგრამ ძალიან მაგარი მუსიკალური ყური აქვს ის ერთი, რომელიც აქვს. ერთი. არა, მაგის გამო ნაჩხუბი გვაქვს. ანუ მოვდიოდი და რა გაატრაკე საქმე აქეთ დადექიო, მე უვნებოდა მთელი გზა, აქეთ არ მესმის. ივაცეგრია? კი. არ ვიცოდი, მე მგონი რეპერების მეტი წილი ხვედრია ეგ, იმიტომ რომ მეც რაღაც პონჩი ეგრე ვარ. ყურის ანთება დამემართა სადღაც 3-4 თვის წინ და იმის მერე ცალყურში ცოტა დამიქვეით და სმენა. არა და რა ძნელია არტისტისთვის ეგ თემა რაღაც მომენტში რა. კი, და ისედაც ჩუმად ვლაპარაკობ თან მე და რო ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ძილს გაუსწორე მიკროფონი. თან ნაზი მიკროფონია ეს. ხო და მოკლედ მეოთხეზე სკაი უეჭველი ძალიან ძლიერი ფლოუები აქვს და ეხა ფინალი იქნება ალბათ და დარწმუნებული ვარ რომ რამეს იგიჟე შემოგთავაზებს, იმიტომ აი ჩვევია ეგეთები რა. ეხა როგორ მოგეწონა ეს გამოსვლები რო იყო? ბიუპიზე. ხო. ძალიან კაი იყო რა, მე ძალიან დამევასა. ვუყურებ რა, არ ვმაზავ არაფერს, შეიძლება ესე არ მოვდიოდე და არ ვენახებოდე ყველას, მაგრამ ესე ჭრდილიდან ყველაფერს ვაკვირდები რა. მაკდონალდში დადიხარ ხოლმე? მაკდონალდში. არა KFC-ში. მაკდონალდსისგან და KFC-სგანაც ველოდები შეგიძლიათ რაღაც ბურგერები გამოუშვათ, რაღაცები იქით-აქეთ. ხო და ნუ ძალიან გიჟია რა, ძალიან მაგარი ფლოუ აქვს და ძალიან მაგარი მუსიკალური ყური აქვს და ცხოვრებაში მანამდე არ უცდია რომ დაიწყო, ეგრევე კარგად დაიწყო რა, ნორმალურად დაიწყო. მინიმუმ. და პირველი ტრეკი რო ჩაწერა 13-ის იყო, ხო? თუ ხო, 13-ის იყო პირველი ტრეკი რო ჩაწერა. გიჟია ჩვეულებრივი რა. მაგისთვისაა დავადებული, რომ გიჟი იყოს და რეპერი იყოს, ეგ ორი ხდება. ვიღაცას ქონა დაკომენტარებულიო, ამ ბეთლზეო კონტრათ რატო გადაიქცაო სკაირესიო რა, შავი მაისურით რო იყო გრეტელებიანი და რაღაცა კონტრას ვიძეაო უფრო ვიდრე სკაირესისო რაღაც დაირათო და იქამდე უფრო რაღაც ჩუვაკი იყო რაღაცა და ხა უცებ რაღაცა ტიპი გაიჩიტა რაღაც და ნუ ის თემაც არის რომ ბოლოს რო ბეთლზე გამოვიდა, ანუ მაგ კონტრამდე ბანის გაუბეთლა ხო როგორც მახსოვს და შუალედში ბეთლი არ ქონია. ჯოკერიც ხო ითამაშა, ჯოკერი ითამაშეს თუ რა ითამაშა? ვურა ითამაშეს. მაიკლასთან ხო. და რავი, პროსტა დრო გავიდა მანამდე და რავი, სხვა ტანსაცმელი იყიდა კაცმა. სხვა ტანსაცმელი. არ მგონია რომ ყველაფერი ეგეთი რაღაც ჩასაღრმავებელია რა. ზოგადად PvP საძმოს მოკითხვა ხამსას გაკეთებული არის ჩემი ძმის ეგ და რა ვიცი ხა თავიდან ცოტა სხვა მიმართულება იყო, მე ეხლა ცოტა ვერ გაიგებ რა, ისეთი კომენტარები აქვს ხოლმე ცოტა არეულად რა. ხო და მანდ არის ხოლმე ეგეთი შეიძლება ჩასაღრმავებელი ამბავი რომ რაღაცა ისეთი მოხდება, ერთის იყო თუ რაღაცა ეგრევე მიდის ხოლმე ჩაღრმავებები მაგ ამბავში. ანუ ლაპარაკის ის არ უნდა დაგეკარგოს ადამიანს ხალისი რა. აი ტაჰამ თქვა, მე მგონი თუ სწორად მახსოვს რომ ანუ ფეხბურთელი რო ხარ, ქუჩაში პატკას არ გაგიკეთებს არავინო. და რეპერი რო ხარ და თუნდაც ბეთლ რეპერი იყო ან არ იყო, ყველაფერს ორმაგი მნიშვნელობით არ ამბობ ადამიანი რა, ანუ გამარჯობა, всё, მორჩა. ხო, ყველაფერში wordplay და რაღაცები ხო უნდა ეძებ. ხო, ანუ მეც ისევე ვიღვიძებ და თვალებს ვახამხამებ და ვისრეს დილით, როგორც ნებისმიერი სხვა და ყველა თქვენი საყვარელი რეპერი თქვენაირად იღვიძებს დილით და დღეს დიდი შანსი იყო რომ დოკი ჩამეწერა მარტო ხო დღეს. თვალების დახამხამებას და გაღვიძებაზე გამახსენდა. არა, დოკს მარტო ვერ ჩაწერ, იმიტომ რომ დოკი გლდანში მარტო არ გამოვა. ეშინია. ეზარება. საიდან მოხვედით ტერიტორიულად? მე ვცხოვრობ სამგორში. სამგორიდან გამოვედი. გუშინ იყო Divine Rhymes-ის და Miros ივენთი და ვიცნობთ ახლოს ვართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და მივედით რა დასასაფორთებლად როსტა და მაგიტო
თან მთელი კვირა სამსახურში ვეგდე და ისეთი გამოუძინებელი ვიყავი, რომ იყო ცეცხლი გუში. კი, ძალიან მაგარი იყო. ანუ ძალიან მაგრები არიან ეგენიც რა, პროსტა ანუ შეიძლება კომერციული წარმატება იმ ხელა არ აქვს ჯერ, მაგრამ ძალიან მაგრები არიან და იქ უნდა ყოფილიყავი, რომ აგიწერო ეხა როგორ ჩაატარეს ეგ ივენთი რა, ძალიან მაგარი იყო. Divine Rhymes-ი რომ მოვალო პოდკასტზე აუცილებლადო და ერთხელ ხელი მიკრა. ოღონდ ცუდი გაგებით არა ეხა ჯერ არ ვთვლიო რომ საჭიროა რომ მოვიდეო. იმდენი არ გამიკეთებიაო ესე მითხრა. და ეხა რო ვიყავით რაიმე რუცის ამბავზე, მან ბლოგში ხო ჩავწერე და მოვალო აუცილებლად რაც შეიძლება მალეო და აქეთაც რომ მოვამე და რომ გამოჩდება უფრო მეტად, ზოგადად რა არის, იცი? არიან არტისტები განსაკუთრებით old school-ის სასტავი, რომელიც ერიდებიან კამერებთან გამოჩენას რა. და ურჩევნიათ მხოლოდ მაგალითად დადონ ტრეკები და რამდენი კომენტარია ხომ იცი რომ აი ეს მოიწვია, ის მოიწვია, ხა აღარ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ბევრ პოდკასტში მაქვს მაგაზე ნასაუბრები და ახლებშიც არის ეგ თემა, რომ მაგალითად ეხა აი ეს რატო არ მოყავს, ეს რატო არ მოყავს და ხა მე მაგალითად ღმერთია მოწამე რომ ყველას ვეუბნები მაქსიმალურად, აგე კაც უთხარი და არ უთქვავს უარი და მოვიდა იგივე დოკის თემაზეც, მე რომელიც უნდა ჩავწეროთ და ვისაც ვეუბნები ხო, ეხა ვისაც მოსვლა უნდა მოდის და ეხა ძალით ხო არ მოკიდებდა, ხო არ წამოიყვან ადამიანს და კი ბატონო. რა ვიცი აბა, ყოველ შემთხვევაში ამისთვის საჭირო რა არის, რომ მე რომ მომყავს ეს არტისტები, თქვენგან საჭირო ის არის, რომ ეს ფასიანი არ არის, ჯერჯერობით. რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, რაც შეიძლება მეტი ლაიქები რომ გავარდეს ვიდეო და კომენტარები რა. ცოტა გვაკლია რომ 20,000-ზე ავიდეთ. და მე ნელა კიდე რაღაცებს მოუხოდავთ რა. აი, სად რაზე რენკავდით რეპერებს. რაზე ვლაპარაკობდით და რეპერებს განვიხილავდით და მე-5 ადგილზე გადადიოდი უკვე და მე 5-ეული იყოს, 10-ეული ძალიან რო გაგვეწერეს. ხო, მე-5 ადგილზე დაასახელე და ბოლო იყოს კაირესი მე-4-ზე ვინც თქვი. ეხა რთულია, იმიტომ რომ არა, შეიკვეცა ხო? არა, მაგხელამანძილი არ არის ქილებს შორის რა, ანუ მაგდენი ფორით არ ჯობია ერთი მეორეს. და რავი, მაინც არ ამგონია რომ ეწყინოთ, იმიტომ რომ ეწყინოთ, ნუ ხო ეგეც არის. არავის არ ეწყინება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინმე უნდა თქვა და მე აი ის დავწოვე, კაროჩე. Young Mike-ს გამოტოვებ დავიჯერო ჩემს მაგას. Young Mike-ი არ მithქვამს ჯერ? არა. ტახა თქვი, პელე თქვი, ბანი თქვი და სკაირესი. Young Mike 20,000 გადმორიცხე პირადად არის და ივა დაგვავიწყდა. ივა Young Mike-ს არ იძახის ოცხალი თავი. ივა მოუგო Young Mike-ს. სამაგეროთ ცეკვა გაბაზრდა Young Mike. ბაზარი არა, სლემზე Young Mike-ი ნომერი 1. არა, Young Mike-ი ძალიან მაგარია. პროსტა მე უფრო ივა მევასება და ივა походу ჩემი ძმაკაცია. არა, მესმის, რა თქმა უნდა, დაძალებას არა ვართ. არა, რა თქმა უნდა, არ ვარ. მაიკის ძალიან მევასება და რახან მაიკზე ჩამოვარ და მაიკს ქონდა პელესთან ერთი ლაინი, რომ ანუ ფინალში უთხრა აკაპელას პირველი ფინალი რო ქონდათ, რომ შენი წილი რეპერობაც მე ვათრიე ზურგითო. და იდეაში პელეც არასდროს არ ყოფილა ალბათ ისეთი ტიპი, ხა მე არ ვიცნობ, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ჩემი აზრით ისეთი ტიპი, რომ დაემალა სადმე რო რეპერია, მაგრამ Young Mike იმდენად პოპულარული იყო და იმდენად გავარდა, რომ თუ ვინმეს რეპერზე რამე ცუდის თქმა უნდა და ან კარგის, ყველაფერს Young Mike-ზე ამბობდა ალბათ რა და მაგ პონჩი ძალიან დიდი რესპექტი ეკუთვნის მაგ ადამიანს. კი ბატონო, კი. Young Mike-ს ვიცნობ, ესე იგი არც კი მახსოვს რამდენი წერია. კინოთეატრი ამირანი რო არის, მანდ იყო ხოლმე CD, DVD მაღაზია, აი თამაშები და ესე რო იყიდებოდა ხოლმე დისკებზე და იმე კასეტები და რაღაცები, ჩემი ის მქონდა რა, აუდიო მაღაზია და მანდ მოვიდა ტიპი, კეპკა, რაღაცა შორტები, რაღაცა ესეთი, რაღაცას ბაზრობთ რა და მე რეპერი ვარო, ამერიკაში ვიყავი, ეხლა ჩამოვედიო ესე რა მეთქე რა ქვია, Young Mike, მეთქი მეც ამ თემაში ვარ ის და ამას გიყვები რომელი წლებია, იცი, არც მახსოვს ერთი 20 წლის წინ მე მგონი. და მე რაღაცა დუეტებიც გავაკეთეთ, რაღაცეებიც იქით აქეთ, კაროჩე და მე აი ესე, მაგრამ ხა იმის და მიუხედავთ რომ მაინც ტიპი კომერციულადაც ძალიან კარგია და ისე ტრეკებშიც და ბეთლზეც და ყველგან, მაინც ბეთლის თემას ვერ ეშვება და სადაც რამე თემა მაინც იჩითება და დასაფასებელია ეგ თემა რა. კი, აუცილებლად. კი იძახისო, ჩემი საპირწონეები არ არიან ხოლმე, მაგრამ თითო რო იჩდება ხოლმე, კარგი არის. კი, აბა ეხა თუ იძახე რომ ყველა მომიგებსო რა აზრია გასლა, არ მინდა რა, არ მაინტერესებს. მაგაშიც უკვე ის არის ფანჩო, ჩემი საპირწონეები არ არიან. ესე იგი 5-ეული შევადგინეთ, ესე გამოვიდა. კი ბატონო. მოდი ეხლა
წავიდა ცხოვრებისეული კითხვები, ეხა პოდკასტზე რომ მოდიხარ, ძმაო, ეხა მარტორებზე ხო არის საუბრებ. არა, ხა მთლად ის არ იქნება, რა ქვია. მაი ასათიანი და ამბავი მაგრამ. მოსვა რომ რა იცი რა ხდება, იქნება რას მეკითხებიან. არაფერი ისეთი ჯიგრული ადამიანური ისე კითხვებია. ცხოვრებისეული მიზანი. ცხოვრებისეული მიზანი. არ ვიცი, ძალიან დიდი ის არის რა, ძალიან ფართო წნება ცხოვრებისეული მიზანი. იმიტომ რომ ცალკე მიზანი მაქვს ოჯახში, რავი, ცალკე მიზანი მაქვს პირად კარიერაში, ცალკე მიზანი მაქვს პიროვნულ ზრდაში და ზოგადად ცხოვრებისეული მიზანი არის რომ რაშიც ვთვლი რომ პოტენციალი მაქვს, რაც შემიძლია რომ გავაკეთო კარგად, ყოველთვის ყველაფერი ვაკეთო კარგად. ჩემს ოჯახს არაფერი არ აკლდეს არასდროს, მაგამდე უნდა ვიშრომო რომ ისინი უბრალოდ დასხდებიან სახში და ფეხს-ფეხზე გადაიდებენ, ოჯახში ეგ არის და პიროვნული აი მაგ საკითხში ის არის რომ კარგი მაგალითი ვიყო პირველ რიგში აი ჩემი თავისთვის თუნდაც 5 წლის წინ რა. მე რო დამევასებოდა რომ აი ეს კარგია რა, აქედან მაგალითია გადასაღები ეგეთ ადამიანად რო ხედავდე თავს მეც და დარწმუნებული რო ვიყო რომ ჩემი ბავშვობაც ეგრე დამინახავს რა. მიღებულია. მავნე ჩვევა. ტექსტებს ვიმახსოვრებ ზეპი. ეგ მავნე ჩვევა კი არა ძალიან მაგარი ჩვევა არის. ტექსტებს იმახსოვრებ ზეპი რა? მე რაღაც სხვა რაღაცა დავინახე. ბეჭზე რომ ვიყავი. მავნეა ეგ ჩვევა და მაგითო, კაი. ისო მავნე ჩვევა მაქვს სიზარმაცე და პროკრასტინაცია. ყველაფერს ვძებ ხოლმე ბოლო წამისთვის. ხო, ეგ ცუდია. ეგ გვემართება რომ ვიცოდე შენ ნიჭიერ ხალხს. ზოგადად. ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები ვართ, აი ეგ არის რა, გამოთქვა ხოლმე ჩვენზე არის. აი გარდამტეხი მომენტი ცხოვრებაში რა ქონია. ისეთი რომ აი მაგალითად დაფიქრდი და ბავშვად შეიცვალე ან სოფლმხედველობა. კი, კაი კითხვა. ესეც მაგარი ჟიზნენია. გარდამტეხი მუსიკა და წვიმა და შავთეთრი. პირველი გარდამტეხი მომენტი რაც ხონდა იყო რომ აი კაკრას მაგ დროს რა 16 წლის ვიყავი სკოლაში 15-16 წლის ვარ და სკოლაში ვარ მრგვალი ათოსანი ვაფშე რა ყველა თავზე მყვება იქი დირექტორი ხო ანუ იცი რა პონტია ქულებს რო წერენ რაღაც 9.9 ხო 10-მდე მრგვალდება მე ის თაობა ვარ ხუთიანი რო ითულებოდა ხუთიანი რო იყო ხო და ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის რა ანუ საშუალო არითმეტიკულს თვლიან და 10-ები და 9-ები რო დაჯამდეს და გამოგივიდეს საშუალო 9.6 ან რაღაცა ეგეც 10-ად იცვლება რა მრგვალდება მაღლა და მე ვიყავი იმენა მრგვალი ათოსანი. იმენა 10-ებზე გავდიოდი რა, და 9.9 არ მყვებოდა 16 წამდე არაფერი. ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. კი და მაგან გამაზარმაცა, იმიტომ რომ ორჯერ წაკითხვა აღარ მინდოდა არაფრის, იმიტომ რომ ერთხელ ვსწავლობდი. და მერე ცუდად მომიბრუნდა ეგ 21-ში, ხო და. მაგდენად ვიყავი გადამკვდარი სწავლას რა და ახალ დავდიოდი ფეხბურთზე. ანუ მაშინ რო გეკითხა, ჩემთვის მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი ყოფილიყავი მომავალში. და მე ისეთი თემა გაიჩითა, რომ დამსვეს ჩემებმა და მითხრეს, რომ შენ პატრონი არ გამოგიჩნდება ამ ქვეყანაში და ჩვენ მაგთენი ფული არ გვაქვს, რომ სადმე რამე ჩაგიწყო და მოდი სწავლას მიხედეო რა. გავუბრაზდი, ძალიან გავუბრაზდი და მაგრამ რეალურად ეგ დრო იყო, როცა კომპიუტერს მოვშორდი. რავი, სწავლასაც მივანებე თავი და არ თვლი რომ ცუდი ვქენი ვაფშე, იმიტომ რომ ეროვნულებზე მაინც კარგად დავწერე, თუ ვინმეს რამე გინდათ, მაინც იზავთ რა თქვენი ხოდით მოინდომეთ და იზავთ. მასწავლებლები თქვენს არ გავდეთ გენიოსები ხა. და ეგ რო არ მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში, ალბათ ისევ ის ტიპი ვიქნებოდი, ვინც მთელი ცხოვრება აი კომპიუტერთან იჯდა, რაღაც FIFA-ს თამაშობდა და მერე გადიოდა ეზოში ფეხბურთს თამაშობდა, სწავლობდა და იძინებდა რა. ეგ იყო გარდამტეხი მომენტი, იმხელა ემოცია შემომაწვა, რომ უკვე ვალდებული ვიყავი, რომ ვეღარ გავექცეოდი ამ კომპიუტერით და რაღაც უნდა გადამემუშავებინა ჩემ თავში და ეგ იყო პირველი გარდამტეხი მომენტი. ხო არა და ისე ჟღერდა რომ თითქოს აი სტიმული ჩაკლეს ჩემშიო რაღაცა მშობლებაო თითქოს ისეთ პონჩი გაიჟღერა და სინამდვილეში პირიქით უფრო კი არა კარგად იმოქმედა არა ჩემ მშობლებზე ცულს არ ვიტყვი მაგ ხრივ არასდროს არა დამსვეს და ესე მითხეს რომ ესე და არა კაცმა არიც ისე იქნება მართალიცაა კაცო ანუ ყველა საქართველოში ვცხოვრობთ რა რამე უფრო დიდი ალბათობით მართალია ვიდრე არა ზოგადად მეც სამშვილის მამა ვარ და მშობლებს ყოველთვის კარგი გვინდა შვილებისთვის კი ვიცი კაცო
მაგრამ ვერ გავიგებთ თავის განვითარებაში ვინ როგორ და რანაირად. დღეს ისეთი დრო არის თან, რომ ვერ გაიგებ რა ვინ როგორ და რანაირად. ხო, ანუ აი ეგ უპირატესობა არავის არ გვაქვს, არავინ არ ვიცით რა ხდება მომავალში, რომ აი დაზუსტებით ვთქვათ, რომ ეს კაია, ეს ცუდია რა. უბრალოდ მშობელი არჩევს საუკეთესო ვარიანტს, ან გირჩევს, რაც შეიძლება რომ შენ გქონდეს ცხოვრებაში. ხო, შენ არ მიიღებ. შენ შეგიძლია სცადო და აი რაც გამოვა და მშობელს რა თქმა უნდა რომ ყველაზე მეტი წარმატების შანსი სადაც გაქვს, იქ სცადო რა. და კი ბატონო. ეხლა აი მე რო 16-ის ვიყავი, მაშინ არც კვარაცხელია იყო, არ ჩაკვეტაზე. არავინ არ იყო, ვისაც გახედავდი და იტყოდი, რომ აი ესეთი იქნება ჩემი შვილი რა. მაგრამ რო გაიხედავდი, ყველგან ნახავდი ჩაწყობას, ამიტომ გასაგები იყო რომ რა. სამაგეროდ ნუ მაშინ რონალდო და რაღაც ზიდანები და რაღაც თემები და ამბები თუ არა, თუ მაშინ ეგ თემას სამიანი ვარ. 2003-იანი. ხო, მე და მიშა ერთად მოვედით. ჩემი პირველი შვილი 2003-ში დაიბადა, გოგო. ხო, ესე იგი ხო, წვერი მაგიტომ აქ თეთრი მეგობრებო, რომ წლების ამბავი მაინც თავის შეება. შენთვის რა არის თავისუფლება? აი, ძალიან ჟიზნენები მოდის. აბა ძმაო, ეხა რეპის წერა ადვილია. კი ბატონო, დამახსოვრება რთული. თავისუფლება ჩემთვის ის არის, რომ აი შეგნებულ გადაწყვეტილებას რო იღებ, მაშინ როცა გინდა რა. ანუ თავისუფლება არსებობს ჩემთვის შინაგანის და გარეგანის. ანუ გარეგანი ყველასთვის გასაგებია ისედაც ვიღაცა რომ რაღაცას გიზღუდავს რა. და შინაგანი უკვე ის თემა არის, რომ აი ზეწოლა რომ მოდის გარემოსგან, იმიტომ რომ გარემო ყოველთვის ცდილობს, რომ ინდივიდი მოარჯულოს რაღაც მომენტში რა, ანუ ქცევის წესები და ამუღამებინოს, რომ აქ ეს შეიძლება, აქ ეს არ შეიძლება და ანუ რაღაც მომენტში ზრდილობას ეგრე სწავლობ ადამიანი რა. მაგრამ მაგასაც თავისი ლიმიტი აქვს. ანუ უნდა იცოდეს ზრდილობა, ბაზარი არა, რაღაცა უნდა ისწავლოს საზოგადოებისგან. მაგრამ აი უკვე ისეთი არჩევანი რომ უნდა მიიღო, რომელიც არავის არც ავნებს და არც არავის კარგს არ გაუკეთებს, просто აი შენ რა გინდა რა. მაგ არჩევანს ისე იღებ, რომ გარედან არავინ არ გაძალებს, ანუ თოფს არ გადებს შუბლზე და არ გეუბნება, რომ გინდა თუ არა ეს გააკეთე და შინაგანად შენ აი პროსტა იმას აკეთებ, რაც გინდა და არა იმიტომ, რომ შეიძლება რაღაცა კომპლექსი დააკომპენსირო, ან იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა და ვიღაცის თვალში კარგი უნდა გამოჩნდე. ეგ ორი ერთად არის თავისუფლება რა. ერთიც რო დაგაკლდეს არ ხარ თავისუფალი. კი ბატონო. მეგობრობა როგორ განისაზღვრება შენთვის? ამით კი მივხვდი ეხლა რომ მარტო რა მოხვედი დღეს რომ მეგობრობა შენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად მე მგონია რომ მეგობრობა ურთიერთობაში ყალიბდება რა. რაც უფრო დიდ დროს ატარებ ადამიანთან, აი ორი ფუთამარილის თემაა ისე რა. რომ აი ხედავ რა რაღაც მომენტები დგება ნებისმიერი მეგობრების ცხოვრებაში, როცა ხვდები რომ აი ეს ადამიანი რომელიც ამ დროს აქ დაგიდგა გვერდში, ან შენი მწუხარება გაიზიარა, ან შენი თუნდაც კარგი გაიზიარა, იქ იყო რა, აინტერესებდა და შენთან ერთად გაუხარდა. ეგ ადამიანი არის ის, ვინც გვერდში უნდა დაიყენო. მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ისევ და ისევ საზოგადოებისგან ნასწავლი აქვს ეგ როგორ დააფეიქოს. რო რამე სიხარულის დაფეიქებაც მარტივია და მწუხარების დაფეიქებაც ძალიან მარტივია. მაგრამ ეგ ადამიანები ძირითადად აი დროის გამოცდას ვერ უძლებენ რა. და მეც მეგონა ბავშვობაში რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა რა. ხო ყველას ეგონა აი ვისაც გაუღიმებდი და ხელს ჩამოვართმევდი რომ ანუ არ ყავს რა, არ არსებობს ადამიანი ვისაც 5 მეგობარი ყავს, მე ესე ვთქვი. დროთა განმავლობაში იფილტრება მე ეგ ყველაფერიც. ეგრე არის ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა. და საუკეთესოები რჩებიან მე. ხო, ვინც დასარჩენია ის რჩება. შენ გვერდზე. ტრადიციებთან როგორ ახლა შენ ქართულ ტრადიციული ტიპი ხარ? წეგან კი ახსენეს მაჭა ამიყურს მაგრამ. ტრადიციული ტიპი მაინც და მაინც არ ვარ, ანუ თავს არ მივაკუთვნებ არც მაინც და მაინც ტრადიციულ ხარეს. და არც მაინც და მაინც ახალს რა. ანუ მე ვიცი რომ ორივეში არის რაღაცა კარგი. მე თუ მოვძებნი, ორივეში იქნება ძალიან კაი, მაგალითად ტრადიცია რა, აი აკრაზე ხა სმაჭამა რადგან ვახსენეთ. სუფრა აკადემიაო ესეთი გამოთქმა იმიტომ არსებობდა თავის დროზე, რომ ანუ სმაჭამასთან დაკავშირებული უარყოფითი სტერეოტიპები რაც არსებობს, რომ ტიპები თხრებიან, მერე ვერ ირგებენ და რაღაც იბინძურეები ხდება იქ. ეგრე არ ხდებოდა თავის დროზე, იმიტომ რომ სასმელი მოიხსენიებოდა იესოს სისხლად და იმას უდიერად არ უნდა მოქცეოდი და თან გულისრევაც უდიერად მოპყრობაა იმის რა, ნუ რაც დალიერო უკან იღებ, რატო იღებ? მაშინ რაღაცა. ხო. ანუ უპატივცემლობაა რა. ანუ ეგ არის კარგი და მერე რო დასხდებოდნენ და ცოტ-ცოტას რო წრუპავდნენ, მერე იქ კარგი ლაპარაკი მიდიოდა, ხალხი ოდნავ შემთვრალი იყო და გულწრფელი ლაპარაკი მიდიოდა ყველა თემაზე. შესაბამისად, სუფრა აკადემია.
მაგრამ თუ ტრადიცია ამბობს, რომ სისხლი უნდა ავიღოთ, რავი, არ ავიღოთ სისხლი, რავი, მე არ მინდა სისხლი, ჩემის მეყოფა. და ყველაფერში შეგიძლია კარგი და ცუდი ნახო რა. მაქსიმუმ გადაუსხათ ან გადმოგვისხა, ნაღება. კი ბატონო, ეგ კაია, ეგ ქენით ყველა. ჰობი რა არის შენი? იმის გარდა რომ რეპის თემაში რასაც ფეხბურთი. ფეხბურთი ისევ თამაშობ უბანში, რავი. თუ ვინმეს გინდათ დამიკავშირდით, რომ რამე ვითამაშოთ. ოკეი. რამდენად ჯიუტი ხარ ზოგადად? ანუ ჯიუტი ვარ იმ ადამიანებთან, ვისაც პატივს არ ვცემ. რომ მეუბნები, რომ რაღაცა ესეა. თუ არ მეტყვი, რატოა ესე, შენ როგორ მიხვედი მაგაზრამდე? არ დაგიჯერებ რამდენად ემოციურადაც არ უნდა მეუბნებოდე, რასაც მეუბნები რა. არგუმენტები უნდა გქონდეს. ხო, თუ არგუმენტებს დამიდებ, იმიტომ რომ მე ხო ვიცი, რომ ჩემაზრამდე მე არ მიუსულ ვარ, პროსტა იმიტომ რომ ესე გამისწორდა. ანუ წლებია უკვე რაღაცეებზე ვფიქრობ, რაღაცეებზე ჩემი აზრით ჩამომიყალიბდა და შენ რო რაღაცას მეუბნები, პროსტა იმიტომ რომ გინდა რომ ეგრე იყოს, ნუ აი შენთან ჯიუტი ვარ რა, არ მჯერა, მაგრამ თუ ტიპი მოდის, ვისაც ხმა მოეღება, სიტყვა ეთქმის და მართლა გეუბნება რა, რატო და კარგი ლაპარაკი მიდის, საერთოდ არ ვარ ჯიუტი მართლა, ეგეთ საუბრები მე ვასება პირიქით. გასაგებია. მირეკავენ, მაგრამ ეხლა ვერ გავცემ პასუხს. და რამდენად რისკიანი ხარ? ალბათ არ ვარ რისკიანი რა. შამპანიური არ გიყვარს შესაბამისად. შეიძლება ეგრეთ ითქვას, ლუდი მირჩენია, ლუდი ძალიან კაია. შამპანურს მაინც და მაინც არ ვეტანები. აჰა, ოკეი. კაი. სიყვარულის განმარტება რა არის შენთვის? და ჟიზნენები ამით დავამთავროთ. აი ხო არის რეპერები რა, სიყვარული არა ისა და რაღაცა და ამბავი. სიყვარული არა ისა და რაღაცა, მე მგონია ერთი ადგილის თამაში. ესე მოდი პირდაპირ. კარგია, გამოვში. ანუ ადამიანს, ანუ სიყვარული თუ არავინ არ გიყვარს, ანუ რას აკეთებ რა, ანუ რაღაცას რატო აკეთებ ვაფშე, ვისი ხათრით აკეთებ, საკუთარი თავი მაინც ხო გიყვარს. სხვა თუ არაფერი, ხო უნდა გიყვარდეს შენი თავი, მაგრამ სიყვარულის განმარტება არის, რომ ვინც გიყვარს ან რაც გიყვარს, იმისთვის უპირობოდ გინდოდეს კარგი. მაგრამ მე მგონია, რომ უპირობო სიყვარული არ არსებობს. და აი მაგასთან ყველაზე მიახლოებული რაც არის, რაც მეტი შეგიძლია გასცე ისე რომ არ მოითხოვო საპირისპიროდ რამე, ეგ არის სიყვარულთან ყველაზე მიახლოებული რაღაცა. მადლიქენი ქვაზე დადეს ამბავია? კი. კაი, მაშინ ბოლოსკენ იცი რა მითხარი შენ? აი შენ რაღაც გზა ხო გამოიარე აქამდე და კიდე გასავლელი გაქვს. კი ბატონო. და დარწმუნებული ვარ წარმატებული ადამიანი იქნები. მადლობა. რას ურჩევ მაგალითად ეხლა ვინც ამ სფეროში შემოდის? როგორ გააკეთონ, რანაირად გააკეთონ? აი არტისტობა ვისაც უნდა რა. რავი, ჩემი რჩევა არ ვიცი მაგაზე რამდენად გამოდგება, მაგრამ ნუ კაი ამ სფეროში ვიტყვი რაშიც მე ვარ რა. რას თქვენი სუსტი მხარეა მაგაზე იმუშავეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეგ ჩაგძირავთ რო რამე რა, მაგრამ არ მოგერიდოთ იმის რომ რაღაცა არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ რავი, სუპერმენი არ არსებობს რა. ყველა მასე დაიწყო რა. სუპერმენი კინოებში მარტო ხო ეგ ამბავია. კი, არ არსებობს ისეთი რაღაცა, რასაც სტაბილურ შრომას დააწევ და აი სტაბილურად რაღაც დროის განმავლობაში იშრომებ და შედეგი არ გექნება. უბრალოდ რეალისტური მიზნები უნდა გქონდეს რა. ერთ დღეში მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ შეიძლება 5 ლარი იშოვო. ეგეც საქმეა. კი, იწყება ეგრე რა. ის თემები რომ აი რესტორანი ერთი ბრინჯით გავხსენი და რაღაც ეგეთები რა, მაგრამ რეალურია რა, ნელ-ნელა გადადგმული ნაბიჯებით შეგიძლია რავი დედამიწაწრე დაარტყა. ჩვენი ბეთლები უკვე დადებულია ხო ეს რო დაიდებადა. კი. ნახეთ აუცილებლად ჩვენი ბეთლები. დადებულია და სამწუხაროდ წაგებული გაქვს. მაგრამ არა უშავს. ეგ გაძლიერებს. კი, შემდეგში ვისთანაც გამოვალ, ეგ ტიპი ჩემი შეცდომებისთვის აგებს პასუხს. ოდიას, ჩემ თავზე იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ ვიღაცას დავსჯი მაგის გამო. და პირველი ეგ არის. ვინმე მოდით, ვისაც ამბიცია გაქვს, იმიტომ რომ მე ოპონენტებს ვეძებ. და მეორე არის ის, რომ თუ ვინმეს ფეხბურთის თამაში გინდათ, მაგისთვისაც მოდით, იმიტომ რომ მე ფეხბურთი მევასება. სულ ეს არის ჩემი სამომავლო გეგმები. მე ვისიამოვნე დღევანდელი პოდკასტით. აი ჩემი ხელი. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის. გამოვიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ. შენი არხი არა გაქვს სავარაუდოდ YouTube-ზე როგორც ვწდები, იმიტომ რომ ტრეკები არა გაქვს. მაგრამ Instagram-ი იქნება აღწერაში, აუცილებლად გადადით, დააფოლოვეთ ეს კარგი ადამიანი და ერთად უსურვოთ წარმატებები რა. აბა ჰე